უკვე გასაქცევი ვიყავი, უნდა გავქცეულიყავი და უკვე დღეს იმდენმა მომწერა პაპილომა ვირუსზე. მე არც არ ვარ გასაქცევი, იმიტომ მოდი ბატონი დავითი სამ ვიდეოს უპასუხებ, იმიტომ რომ მეც იმდენმა მომწერა, რომ რა ვიცი, ყველამ მომწერა. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მე თქვენ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. ვეთანხმები, მეც ვერ ვიმიღებ თქვენს მაგივრად გადაწყვეტილებას, მე და ჩემი ოჯახი აცრილები ვართ, თქვენი საქმისა კიდე თქვენში ცხადია. Შემიძლია სტატისტიკა მოგაწოდოთ, რომ თქვენ დაფიქრდეთ და ანალიზი გაუკეთოთ. შვენიერია, მოდი ბატონი დავითის მიერ მოსმენილი სტატისტიკა გავაანალიზოთ, ოღონ აი ესე ჯობია. პაპილომა ვირუსის სახეობები არის 100-ზე მეტი. 225. 225. იქიდან დღეისთვის მედიცინისთვის ცნობილია, რომ 14 მათგანმა შეიძლება გამოიწვიოს აუცილებელი პროცესი, ან შეიძლება ხელი შეუწყოს აუცილებელი პროცესი. კი ბატონო, ბატონი დავითი მართალს ამბობს, მაღალი რისკის შემცველი არის დაახლოებით 14 შტამი. ვაქცინაცია, რომელიც კეთდება ერთ-ერთ შტამზე, ამ 14. რაზე კეთდება? 9 შტამზე კეთდება. დანარჩენს რას იზავთ? არაფერსაც არ ვიზამთ, რომელიც იწვევს კიბოს, მთავარია იმისგან დავიცვათ თავი. წარმოვიდგინეთ, რომ თქვენი დაცულობა ამ აცის შემდეგ შეადგენს რაღაც 7%-ზე ცოტა მეტს. ერთწუთი. პროცენტები ეგრე არ ითვლება. ესე იგი, ადამიანის პაპილომავირუსი სულ 14 მაღალი რისკის შტამი არსებობს. აქედან ყველაზე ოკონგენური აქედან არის 16 და 18 ტიპები, რომელიც პაპილომასთან ასოცირებული ყველა კიბოს შემთხვევების 70%-ზე მეტს იწვევს. ცალ-ცალკე ჩავსწავლოთ, საშინოსნოს ყელის ანალური კიბოს შემთხვევების 90%-ები პაპილომავირუსით არის გამოწვეული, ხორხის, პირხახის, პენისის კიბოს დაახლოებით 70%-იც პაპილომავირუსით არის გამოწვეული. ხო და ამ ვაქცინის 9 შტამში ეს ყველაზე მთავარი და აგრესიული 2 შტამი შედის და ზემოდან დამატებული კიდე 7 შტამი, ხო და მისი ეფექტურობა ვაქცინის არის 90%-ზე მეტი, ხო და რა ის 7%, ანუ რა 7. ეხლა თქვენ თორემ გადაწყვიტეთ, გინდათ, არ გინდათ, ჭირდებათ, არ ჭირდებათ, მზად ხართ თქვათ იმ რაღაცა უკუჩვენებებზე, გართულებებზე. კი, თქვენ გადაწყვიტეთ, მაგათად ვაქცინის უკუჩვენებებია მწვავე ალერგიული რეაქცია ვაქცინის კომპონენტებზე, ორსულობა, ვაქცინაცია უნდა ჩატაროს ეს ორსულობის შემდეგ. ავადობა თუ კი ადამიანი რამე მწვავე ავადობით არის, უნდა დაველოდოთ მის გამოჯანმრთელობას. მისი გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს თავბრუსხვევა, ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, რომელიც თავისთავადვე გაივლის და სერიოზულ გართულებებთან პაპილომავირუსის ვაქცინაცია არ არის ასოცირებული. ხოლო აი კიბოს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს სისხლდენა, ქიმიოთერაპია, ჰოსპიტალიზაცია, სხიური თერაპია, მასშტაბური ქირურგიული ჩარეებები და სიკვდილი. რაც შეიძლება თქვათ უცხო აგენტის შეყვანით ორგანოში მოხდეს, თუ გირჩევნიათ რომ 7%-იანი დაცულობა გქონდეთ და დანარჩენს თქვენთან დაიცავთ თავს და თუ დანარჩენს რამეზე თქვენთან დაიცავთ თავს, ხორჯობი რომ ყველაფერზე თქვენთან დაიცვა და საერთოდ ყველაზე კაი გამოსავალია რომ იმუნური სისტემა მოიწეს რიგად. ყველანაირ ვირუსებს და ბაქტერიებს გაუმკლავდებით და თავს დააღწევთ უმეტეს შემთხვევაში, ან თუ რამე დაგემართება ძალიან იოლ ფორმაში. უცხო აგენტი. ხო, რა ვიცი, ამ უცხო აგენტზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. 7%-ზე უკვე ვილაპარაკეთ, რომ ეგრე არ ითვლება პროცენტები. და არც ეგეთი უნივერსალური იმუნიტეტი არსებობს, რომელიც ყველა ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან დაგვიცავს ან სუბუქად გადაგვატანებს. არ არსებობს ბუნებაში ეგეთი რამე. რო არსებობდეს აღარ გვიჭირდა. ხო აღარ მოკვდებოდა არავინ ინფექციური სნეულებებით. ანუ ბაზისური იმუნოლოგია. ხო და. კარგით, მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა და იმედია რომ თქვენ დასაფიქრებლად საკმარისი იქნება ჩემი ეს მოკლე ვიდეო. მადლობთ ყურადღებისთვის და ნახვამდის. კი ბატონო. ფიქრი ძალიან კაი რამე არის. ასე რომ დაფიქრდით და ფიქრთან ერთად რაღაც წაკითხვა თუ მოგინდებათ, წყაროებსაც კომენტარებში დავლინკავ. ჯანმრთელობას და ობიექტურ რეალობაში ცხოვრებას გისურვებთ.